დანის ლესვასაც სხვათა შორის ცოდნა უნდა მეგობრებო. აი ესე ილესება ორი თითით. მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა მოგიხდით ყველას, რომ უყურებთ ჩემ არხს, ლადოს არხს. ამ ბოლოს ვამზადებ რაღაც ალბათ უყურებთ, რომ ალბათ გემრიელი გამოდის რაღაცები. დიდი მადლობა ვინც უყურებთ, ვისაც გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი და აცი ვინც კიდე გამოიწერთ. დიდი მადლობას მოგიხდით ჩემო ძვირფასებო. მადლობა იმ კაი კომენტარებისთვის და მადლობა იმ ცუდი კომენტარებისთვის ყველას. დიდი მადლობა. ეხლა სიტყვა რო არ გამიგზელდეს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე უნდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი გაგიკვირდება და ეს მიყვარს ეს სიტყვა ძველი თბილისური კერძი. ჯიგრის ყაურმა. ჯიგრის ყაურმა უნდა შემოგთავაზოთ ჩემო ძვირფასებო. ეს არ არის რეცეპტი რეცეპტისთვის, ნაღდად და ნამდვილად ეს მე რასაც ახლა დღეს მოვამზადებ, არის ძველი თბილისური ჯიგრის ყაურმა, ჩემო ძვირფასებო. გეტყვით ახლა ამისთვის რა დაგვჭირდება ჩვენ. მარტივი რაღაცები, რა თქმა უნდა მწვანილი, რა თქმა უნდა ჯიგარს დააკვირდით, ძალიან კაი ჯიგარი ავიღე, სხვათა შორის, ყველანაირი კომპლექტია, გული, ფილტვი, თვითონ ჯიგარი, სხვათა შორის ძალიან კაი გამომატანა, ეს არის კილო და ცოტა მეტი, ძალიან კარგია. უნდა გასწავლოთ, რომ როცა დააპირებთ ამ ჯიგრის ყაურმას, ან ზოგადად ჯიგრის გამოყენებას, ჩემო ძვირფასებო, მაინც სუნზე უნდა შეატყოთ ხოლმე, რამდენად ახალია, რამდენად როგორი ხარისხისა, თვითონ ხორცი, ჯიგარი. მოგდეთ, თავისთავად ჯიგარი, მწვანილი, ხახვი დაგჭირდება, აი კილოზე ცოტა მეტია და აი ამდენი ხახვი დაგჭირდება, 5 თავი, ცოტა ბროწეული დაგჭირდება, ეს ხილი ისედებს, ჩემო ძვირფასებო, დაგჭირდება აი ერთი ჭიქა ესეთი ღვინო, ჭიქას დააკვირდით, სპეციალურად ჩამოვასხი ამ ჭიქაში, კახური ღვინოა, ქვევრის ღვინო, ეს ღვინო დაგჭირდება, ჯერჯერობით დასალევად არა, მალინოვსკის ეძახდნენ ამ ჭიქას, მალინოვსკის, სხვათა შორის მე რა ყაურმასაც ვამზადებ, ეს უფრო საბჭოთა დროინდელი ჭიქაა, ჩემო მეგობრებო, ეს უფრო ძველია ეს ყაურმა, რასაც მე გავაკეთებ. ამ ყაურმას როგორ ჭიქას მიუბრუნდები ისეთ ყაურმას დავამზადებ, მეგობრებო, აი ძველ დროს დუქნები რო იყო რა, ზეს დუქანით ამ ბაზარ, აი მაგ დროს ამზადებდნენ ესეთ ყაურმებს, აი კინტოები რო შედიოდნენ და ისა ბუფეტში გაგვიკეთე ორი ყაურმა, ორი დედის პური, ცოტა ყველი, ცოტა მწვანილი და ერთი დოქი ღვინო, აი გიჟვა რო იძახის, რაც გინახავენ, აი ეგეთი მაგდროინდელი ყაურმა უნდა მოგიბზადოთ, მეგობრებო. ხო და ჭიქას რაც შეეხება, ჩემო ძვირფასებო, ამ ძველ ჭიქაში ჩამოვასხეს კახური ღვინო, ქვევრის ღვინო და დააკვირდით მაინც რომ ახლა გეცოდნიათ, მაგრამ მაინც აგიხსნით. აი ეს თითო ზოლი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ჭიქაა, თითო ზოლი ნიშნავს 15 რესპუბლიკას. რამდენი რესპუბლიკაც იყო ეს მაშინ გამოიგონეს ეს ჭიქა, იმდენი ზოლი აქვს აი ამ ჭიქას. მაგრამ ეს ყაურმა უფრო ძველია. აი ეს ისე დეტალები მოგიყევით. მოკლედ გავაგზავნოთ ეს იგი რა გვჭირდება ჩვენ. თვითონ ჯიგარი გითხარით, მწვანილი ხახვი, წითელი ციცაკა, დაფნის ფოთოლი, ცოტა ნიგოზი დაგვჭირდება დანაყული, დავნაყავთ ამას და აი ეს საიდუმლო სუნელი. აი ეს სუნელი ნახეთ. ძალიან საიდუმლო არ არის, მაგრამ ამას სულ ბოლოს გავუკეთებთ ამას და მერე გეტყვით რა არის და თქვენც მერე შეიძენთ ამას. მოკლედ დავიწყეთ ახლა დაჭრა. მინდა გითხრათ, რომ დიდხანს არ მოვანდომებ ამის გადაღებას. უბრალოდ მე ახლა გაჩვენებთ, რომ არ არის საჭირო დიდი ნაჭრების, აი დაახლოებით აი ესეთი ნაჭრები უნდა დაიჭრას. აი ესეთი ნაჭრები. აი ესაც ლამაზად გადმოვიღოთ. სხვათა შორის რა მინდა გითხრათ, მეგობრებო, აი ოპერატორმა აქცენტი გააკეთა ჩემ აი ამ სამაჯურზე. ეს მე მაჩუკა ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა, ჩემი არხის მაყურებელმა, სხვათა შორის ხალბატონია, ვერ გეტყვით, კომენტარებში ნახავთ, რა ვიცი თუ მიხვდებით, თხოვა რომ არ დავასახელო მისი ნიკნეიმი.
მან დამასაჩუქრა და გადმომცა ეს და აი ნახეთ თვალია ბატონო ლადოვო აი თვალი არ აკრანო და სასაცილოდ გეონებით სახომაროთ და ატარეთ ხოლმე ესო გქონდეთო და ესეთი ლამაზი ის მაჩუკა თვითონ ამზადებს და ყიდის ამ სამაჯურებს აი ესეთი ნაჭრები იჭრება კარგად გავრეს ხოთ რა თქმა უნდა ჯიგარია და ცოტა მეტი სისხლისფერი წყალი ექნება და მაგიტომ ჩემო მეგობრებო ყოველთვის როცა ამას ვამზადებ ხოლმე პირველ წამოდუღებულ წყალს გადავახცევ გავრეს ხო კარგად და დავდგამ ახლა მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ როგორც კი წამოდუღდება პირველი წყალი გადავაქციოთ აი ესე და პირველ წამოდუღებას დაველოდოთ და მერე გადავწულოთ პირველი წყალი. მანამ პირველი წამოდუღება მოხდება. აქვს მოამზადებ წინასწარ. რა თქმა უნდა ეს ბოლო ეტაპია ხახვის ჩაყრა. მაგრამ წინასწარ მოამზადებ აი ესე ნახევრებია საჭირო. აი ესე ნახევრები. ხახვის მოამზადებ წინასწარ. და როგორც ვნახავ რომ წამოდუღდა ჩვენი ჯიგარი პირველ წყალს გადავაქცევთ. ბროწეულის დაგვჭირდება და ამასაც ცოტას გავარჩევთ. ესენიც მომზადდა უკვე ხახვი ბროწეული და ნიგოზიც დანაყულია და ვნახოთ აბა ოპერატორ აბა გვაჩვენეთ აქეთ პირველი უკვე წამოდუღდა. და ეხლა ეს წყალი გადავაქციოთ. მოკლედ დავასხით მეგობრებო ახალი წყალი და ესე მოვაყენეთ პირზე ხორცს რა ჯიგარს აი ესე და მაქსიმალურად მივიყვანოთ ეს წყალი დაშრომამდე. ისედაც ჯიგარს სჭირდება ცოტა დიდი ხანი ხარშვა. მაქსიმალურად ეს წყალი დავაშროთ. არ მიყვარს წყლიანი რო არის. მოკლედ რის გამინდოდა მეგობრებო წვანილები გვაქვს დასაჭრელი და ამინდა გითხრათ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ზოგიერთ უყვარს ნიორი, მაგრამ მე კერჩი ზოგადად ხარშვის დროს ნიორის ჩაყრა არ მიყვარს. თუ რაღაცას ამას ზოგადად არ უნდა ნიორი, მაგრამ თუ ისეთ რამე კერძი კეთდება, მიყვარს ბოლოს დავაჭრი ხოლმე ნიორს. ნუ თავისებური გემო გასცეს. ხო და წვანილიც მაგ მომზადებული, მაგრამ მინდა გითხრათ რომ წვანილსაც და აი იმ საიდუმლო სუნელს რო გაჩვენეთ, იმ საიდუმლო სუნელს ჩემო ძვირფასებო, იმასაც მე უკვე თებშზე მოვაღრე იმ სუნელს, წვანილებს უკვე ბოლოში იქნება ეს ყველაფერი. ეხლა რა მინდა მე გითხრათ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მანამ ჩვენი ჯიგარი იხარშება და მანამ მოიხარშება, პატარა ძველი ისტორია უნდა მოგიყვეთ, სახუმარო, სასაცილო, მაგრამ სინამდვილე უნდა მოგიყვეთ. მოკლედ, ეს ისტორია ხდება ძველ თბილისში, ერთ-ერთ ძველ თბილისურ უბანში. ზოგადად ესეთ უბნებში ცხოვრობდა სხვადასხვა ასე ეძახდნენ ქორვაჭრები, სხვადასხვა რაღაცებით ვაჭრობდნენ მეგობრებო რა. ოქრო წყავი, ნაჭრები, სხვადასხვა რაღაცებით ვაჭრობდნენ. ერთ-ერთ ესეთ ძველ უბანში ცხოვრობდა გიქურა და საკულა ცხოვრობდნენ. ესე დავარქვი, მე სახუმაროდ დავარქვი, მაგრამ მართლა იყო ორი მეგობარი, რომელიც ვაჭრობდნენ ხორცით. და მაგათ ეძახდნენ, ვინც ძველი თბილისელები არიან, ეს სიტყვა გაახსენდებათ. მაგათ ეძახდნენ ტაინი ბოინის. რას ნიშნავს ტაინი ბოინი მეგობრებო? ეს ნიშნავს იმას, რომ ტაინი ბოინი, ტაინი, ნუ რუსულად არის ჩუმად, მალულად
ბოინი კიდე არის ხორცის ბოინი, ხო იცით ეს ქართული სიტუაცია, რა ვიცი ქართულია თუ რუსულია, ტაინი ბოინის ეძავდნენ მოკლედ. ჩუმად ხორცის დაკლა და მერე გაყიდვა. და ესე სახუმაროთ ამ ხალხს ეძავდნენ ტაინი ბოინის, მაგ უბანში ეძავდნენ. ეხლა რა ხდება? ჩამოიტანეს ამ საქონელს და გიქოლა ხორცი დაკლეს და ხისა საქონელი დაკლეს და დაჭრეს ყველაფერი გადაანაწილეს და გაყიდეს. ხო და მოილაპარაკეს რომ მოდი აი ჯიგარზე გამახსენდა ეს ისტორია. მოდი ეს ჯიგარიო, ყაურმა გავაკეთოთო და ჩვენ შევჭამოთო. საქულა მუთხრა გიქოლას. ჩვენ კი ბატონოო რა, ეხლა ფული უკვე იშოვეს, ხორცი გაყიდულია. საქულა ეუნება გიქოლას ეხლა. ისო, მე მანამ მომხარშამო. შენო ჩადიო ბაზარშიო, ცოტა მწვანილი, ცოტა ყველიო, ცოტა სასმელი რაღაცა ამოიტანეო და იქამდე ჩვენი ჯიგარი მოიხარშებაო. კარგიო უთხრა გიქოლამ. მოკლედ ეს გიქოლა გაუშვა ბაზარში, საქონლამ დაიწყო, ვითომ დაიწყო ამ ჯიგრის მომზადება. ხო და გავიდა რამოდენიმე ხანი, ეს გიქოლა მობრუნდა ეს სელოფანი უჭირავს, ღვინო უჭირავს რაღაცეები. აბა საქულო, რაკენი ეხლა შენო მომზადდა ჩვენი ჯიგარიო, დავжет რამე ვიფორმალიროთო კაცო. ხო და ამ საქულამ წაიღო, წამოიღო და ვაიმე გრიქოლო, ისეთი ცუდი ამბავი შეგვემთხვაო. რაო ბიჭო, რაო, ჩვენი ჯიგარიო. კატა მოიპარა და წაიღოვო. რას ლაპარაკობო, კაცი გაგიჟდა რა. გადაირია, როგორ წაიღოვო, რომელი კატა იყოვო? აი ის შავი კატა რო დარბისო ჩვენთან ეზოშიო, აი მან მოიტაცა და წაიღოვო. ხო და უხმე მაგისიო რა და ტუები დავადეთ მაგ სიტყვებს, რაც მერე შეიგინა გრიქოლამ. მოკლედ ეს ჩვენი გრიქოლა ძალიან გაბრაზდა და დაედევნა იმ ქშავ კატას. დაახდებს ეს ეზოში რომ დაიჭიროს. როგორც იქნა, ნამდვილი ისტორია მეგობრებო, არ გეგონოთ რაღაც ანეკდოტია. როგორც იქნა ეს შავი კატა დაიჭირა ამ გრიქოლამ და მოიტანა ესე, უკიდან უჭირავს ესე ფეხებით. ხო და საქულას ევნება, აი ეს შავი კატაო, აი დავიჭირეო. ხო და აი მაგამ შეჭამაო რა. აიღო ჩააგდო ჩანტაში ამ გრიქოლამ ეს კატა აწონა და 2 კილო და 600 გრამი გამოვიდა კატა. ეხლა ეს ამას ევნება. ეს ჯიგარიო ჩვენიო და კატა სადღა არისო. მოატყუა რა ესე იგი, მოატყუა დამალა ეს ჯიგარი ოჯახისთვის და კატამ შეჭამა. ესო ჯიგარიო და კატა სადღა არისო. აი ესეთი ისტორია იყო და აი ჯიგარზე გამახსენდა მეგობრებო. მარილი გემოვნებით ჩემო ძვირფასებო გავუშვათ წიწაკა დაფნის ფოთოლი ბევრი არ უნდა დაფნის ფოთოლი გავუშვათ და ერთი წიწაკა ჩავამბრიოთ ესე შიგნით ზოგადად როიცოდეთ ჩემო ძვირფასებო დაახლოებით საათნახევარი მაინც ჭირდება მოხარშვას დამოკიდებულია ხორცზე საქონელზეა დამოკიდებული ახალგაზრდას ცოტა ნაკლები დაჭირდება ცოტა ისეთ ხორცს უფრო დიდი ხანი დაჭირდება ხარშვას ჩვენ ახლა დაახლოებით მოვდით საათზე მეტია უკვე რომ ეს ახლა გავსინჯე და ჯერ კიდევ ცოტა აკლია საათნახევარი უნდა მოკლედ მინდა რომ ცოტა წვენი დავაშვოთ და მერე უკვე იწყება მთელი პროცედურა 1-5 წუთში უნდა ჩაუშვა ღვინო ჩვენი ღვინის როცა მოვიდა აი ამდენი ჭიქაზე ცოტა ნაკლები საკმარისია ეს მეტი არც უნდა თავისებურ გემოს გასცემს და დაველოდოთ კიდე ცოტა ხანი აი ჩვენი ხახვი და ბროწეულის როცა მოვიდა და ნელ-ნელა ჩაუშვათ ესე
ესე. ეხლა დავაცადოთ ეს კარგად ჩაიშუშოს და ძალიან ცოტა აი თებზე რო გადმოვიღებთ რო არ გაიყონოს ძალიან ცოტა ეს ზეთი დავასხათ. აი ესე და დავაცადოთ მოიშუშოს. აი ესე ამოვურიოთ კარგად და დავაცადოთ რომ ჩაიშუშოს. მოკლედ ჩვენი ჯიგრები და ყაურმები უკვე დამზადდა. აი ესეთი ამა ახლოდან აჩვენე აი როგორია. აბა გავსინჯოთ სათარი თუ არა. აბა გავსინჯოთ თუ მზათარი და მართლა უგემრიელესია. ბოლო შტრიხი მეგობრებო. ნიგოზი მგონი ამდენს არ სულ. არ უნდა. ეს ისეთი გემრიელი გამოვიდა. ჩემი აზრით რომ ამას ბევრი აღარ დაჭირდება ნიგოზი. აი რაც უყავი ეს ეყოფა. აი ეს ამბავია რა. აი ესეთ ჩვენი ძველი თბილისური აურმა. ეხლა მე როგორც გითხარით წვანილს არუშვები და აი როგორ მიხონდათ დუქნებში ბუფეტჩიკებს, ეგრეთ წოდებულ ბუფეტჩიკებს. აი ესე აი ესე და წვანილი და აი ეს რო გითხარით მეგობრებო საიდუმლო სანელი. ამას თუ გაინტერესებთ მე კომენტარებში მომწერეთ და გეტყვით ეს რა სანელია. აი ესე აი ესეც ჩვენი ჯიგრის ყაურმა. აი ესეთი გამოვიდა. აი ესეთი გემრიელი კერძი გამოგვივიდა დღეს გენაცვალეთ თქვენ ყველას. კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ ყველას დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემ ალგს. დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს. გემშვიდობებით.